წინასწარი შეფასებით 2026 წლის ივნისში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით საქართველოს ეკონომიკა 8,6%-ით გაიზარდა. პირველი 6 თვის საშუალო მაჩვენებელი კი 7,9%-ია. ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. ეკონომიკის ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: დამამუშავებელი მრეწველობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, მშენებლობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია, საფინანსო და სადაზღვეო საქმიანობები. კლების ტენდენცია დაფიქსირდა სამთო მომპოვებითი მრეწველობის და ენერგეტიკის სექტორებში. 2026 წლის ივნისში საქონლის ექსპორტი გაიზარდა 20,4%-ით, ხოლო იმპორტის მაჩვენებელი გაზრდილია 7,9%-ით. ქვეყანაში დარეგისტრირდა გასულ თვეში დაახლოებით 7,050 ახალი საწარმო, რაც თითქმის 14%-ით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მონაცემებს და ძირითადად ადგილობრივ ინდმეწარმეების რეგისტრაციის ზრდაზე მოდის. დაახლოებით 14%-ით გაიზარდა ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებისას გამოყენებული დღეს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის მოცულობა და 16 მილიარდ 700 მილიონ ლარს გადააჯარმა.